ბაჩოახალაია გამოკითხვაზე ყოფნისას შეუძლოდ გახდა, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 საათზე მეტი აიკითხება. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ცოლი. ანინა დარეიშვილი წერს, რომ გამოკითხვაზე უწყების მიერ დღეში აღმოჩენილი იარაღის საქმეზე უნდა მივიდეს. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. დაკავებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მტკიცება კი ბრალდების მხრიდან პროტესტის ჩახშობის მიზანს ემსახურება. ყოფში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა. დაჭრილია არასრულწლოვანი გოგო. გავრცელებული ინფორმაციით მოზარდები ბიძაშვილები არიან. ისინი ერთ-ერთ სოფელში ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. დაშავებულს დაზიანებები ზედა კიდურის, კუნკერტისა და თავის არეში აღინიშნება. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე 4 წლის განმავლობაში 17 ტონა საწვავი დახარჯა. ამოდენობით ავტომობილი დედამიწას 5-ჯერ შემოუვიდა. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ვაქცინა მორგებულია ყველა იმ შტამზე, რომელთა ცირკულაცია გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.